ინსულტის ნიშნები მქონდა ორჯერ ძალიან მაღალი წნევის გამო. სამედიცინო ჩვენებებით წესით დღეს ცოცხალი არ უნდა ვიყო. დიდი ხანია. თამარ კანკავამ ბოლო ათვეში სიკვდილს თვალებში ორჯერ ჩახედა. 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასული წლის 28-29 ნოემბრის დარბევების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. დარბევებიდან ერთ თვეში დაავადებამ, რომელსაც მანამდე მედიკამენტებით მართავდა, პროგრესირება დაიწყო. ეს იყო სისხლში შაქრის დონის ესეთი მკვეთრი ცვლილებები, რაც რა თქმა უნდა ორგანიზმს რაღაც შოკურ მდგომარეობაში აგდებს. და პლუს ეს იყო მაღალი არტერიული წნევები, რაც პირდაპირ არის ინსულტის საფუძველი. თამარ კანკავას ოჯახის წევრები ქიმიკოსები და მედიცინის სპეციალისტები არიან. ამიტომ მან ზუსტად იცის თუ რა პროცესი მიმდინარეობს ახლა მის ორგანიზმში. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციების ეპიცენტრში ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად იდგა. ის ნივთიერებები, რომლებიც გაზაფხულზე უკვე მოხვდა ორგანიზმში, დახვდა იმ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც უკვე შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში გამოიყენეს და ასე ვთქვათ, საფუძვლად და შეიკრა მერე ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგი, ფაქტიურად ლეტალური შედეგი იყო ჩემს შემთხვევაში, უბრალოდ რაღაც არ ვიცი რა ძალით და რა შეიძლება სასწაულიც უწოდოთ, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ. BBC ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ წყალში ქიმიურ ნივთიერებას ურევდა. ასევე სუსი იძულებული გახდა დაედასტურებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში, რომ ტრიქლორეთილენის მარაგები ჰქონდა. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ 4-5 დეკემბრის აქციების დროს უარყო ტრიქლორეთილენის გამოყენება. დიდ იწამლებოდა ხალხის სხვა დღეებში. ამ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. ერთი და იგივე დროს მოწამლული პაციენტები ერთი და იგივე სიმპტომებს ემეუთითებენ. მაქვს სისხლძარღვების შევიწროვება, შესაბამისად საკმარისი ოდენობით ჟანგბადი არ მიეწოდება ორგანიზმს. ცხადია, მე მიდის ვარაუდი ამისკენ, რომ რა მოხდა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა მოხდა ისეთი, რამაც ორგანიზმში ესეთი ცვლილებები გამოიწვია. ერთადერთი იყო ეს ინტოქსიკაცია. მძიმე ფორმით. ტრიქლორეთილენის ხანგრძლივმა ინჰალაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების, ღვიძლისა და ნერვული სისტემის დაზიანება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კვლევებით დადასტურებულია, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ტრიქლორეთილენმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო ადამიანებში. ამიტომ ტრიქლორეთილენი კლასიფიცირდება როგორც კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერება. ცოტა ყურს დამაკვდა იმის მერე. ანევრიზმის მერე და ხო ცოტა ხმა მაღლა მითხარით, იმიტომ რომ კარგად არ დაბახმაზე არ მესმის, მაგრამ აპარატი მჭირდება. თვალზეც დამაკვდა, ყურს, მაგრამ აღარ ვჩივ, იმიტომ რომ 99% რჩება ინვალიდად, ჩემ შემთხვევაში. 50 წლის პროფესიონალ თარჯიმან თამთა ჟვანიას 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 10 საათზე თავისუფლების მოედანზე ანევრიზმა გაუზღდა. ქალი სპეცრაზმელთან გასაუბრებას ცდილობდა, როდესაც თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო, თვალთ დაუბნელდა და ადგილზევე ჩაიკეცა. უცებ ყურებში დამიგუბდა და ვიგრძენი ძალიან დიდი თავის ტკივილი, ვერაფერს ვერ შევადარებთ ისეთ თავის ტკივილს და ტკივილისგან ჩავიკეცე. მერე ბოდიში და გულისრევაც მოყვა ამას და მერე მესმოდა მარტო ხმები. ხალხის ხმები. ცნობიერება ბოლომდე არ დამიკარგავს და მეუბნებოდნენ სასწრაფო ვერ მოდის შენთან. ვიდრე თამთა ჟვანიას მდგომარეობის დამძიმება მოხდებოდა, რუსთაველზე დარბევაში არაერთხელ მოყვა და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება ისუნთქა. ქიმიური ნივთიერების შესუნთქვა იწვევს ესე იგი ინტრაკრანული წნევის მომატებას, შიდა წნევას, ან ჩვეულებრივ ჰიპერტონიასაც, იწვევს სტრესს და იწვევს ადრენალინის მომატებას. და ეგრევე ეს ახდენს არსებული ანევრიზმის ეგრევე გახეთქვას. ვარძაყიდან შედიან ახალი 16 იანვარს ჟვანია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და გამომძიებლებმა ანევრიზმის გამომწვევ მიზეზებზე კითხვები დაუსვეს. კითხეს, ხომარ ჰქონდა ეჭვი, რომ პროვოცირება ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო მოხდა. დამისვა კითხვები, თუ ფიქრობთო, რომ იქ გაშვებულმა მხუთავმა აირმა ხوار გამოიწვიაო პროვოცირებაო და დიახ მეუთხარი. მე მკითხა შეუძლია თუ არა იმ მხუთავმა აირმა გააჩინოს ანევრიზმა. ხო და ხა მაგდენი კი ვიცოდი, ვიცი, ხა ექიმი არ ვარ, მაგრამ ანევრიზმა საარაჩენს აირი.
იყო თუ არა შესწავლილი, რა გავლენას მოახდენდა ის ქიმიური ნივთიერებები მომიტინგეებზე, რომელსაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა. ამ კითხვით სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველად 1 წლის წინ მიმართა, რაც 2024 წლის ანგარიში დასტურდება. თუმცა ლევან იოსელიანი გვეუბნება, რომ პასუხი არ მიუღია. თქვენს არ გეუბნებიან რა ნივთიერებებით, რომელი ქიმიური ნივთიერებებით მოწამლეს გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში აქციის მონაწილეები? შინაგან საქმეთა სამინისტრო არამხოლოდ სახალხო დამცველს უმალავს ინფორმაციას, ჰქონდა თუ არა შესწავლილი, რა გავლენას მოახდენდა ის ქიმიური ნივთიერება ხალხზე, რომელსაც წყალში ურევდნენ, არამედ მოატყუეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიც. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ 2025 წლის იანვარში თბილისში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭალში ქიმიური ნივთიერება არ გაურევიათ. რატომ მალავდნენ და რატომ იტყუებოდნენ? ჩნდება კითხვა, თუ იყო შესწავლილი შედეგები, მაშინ რატომ მალავდნენ ამ ნივთიერების გამოყენებას? ჩვენ ინფორმაცია რაც გამოვითხოვეთ, ამაზე პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, მე ვერ გიტყვით რა ნივთიერება გამოიყენეს და რა არ გამოიყენეს. ეს ერთი, მეორე, მაშინვე, როდესაც აქციები დასრულდა და სპეციალური ღონისძიებები ჩატარდა, ჩვენ მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ყველა სპეციალური საშუალების შესახებ იყო გამოყენებული და მას შემდეგაც, როდესაც ამის შესახებ გამოძიება დაიწყო, კიდევ ერთხელ გამოვითხოვეთ ინფორმაცია. BBC-ს გამოძიების შემდეგ არ დაინტერესდით? რა თქმა უნდა, და რა იყო პასუხი? კადიელაძემ რა გითხრათ? არაფერი პასუხი არ მოგვსულია. როგორც მაშინ მიმართეთ, ეხლაც მიმართეთ. რამდენი ხანი უნდა ელოდოთ, ბატონო ლევან? ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გითხრათ ხوارს. აი მე მაქვს დასკვნები, რომ არაფერი არ მჭირდა მანამდე და 44 წლის ასაკში დამემართა ინფარქტი. ინვალიდი დამტოვა აი ამ მოვლენებმა. დღემდე მკურნალობას ვაგრძელებ და ექიმს როგორც თუ დავეყრდნობით, მთელი ცხოვრება უნდა მედიკამენტების ქვეშ ვიყო. ეს 44 წლის ლადო მიხანაშვილია, პროფესიონალი ტელეოპერატორი 25 წლიანი სტაჟით. 2 დეკემბრის აქციაზე მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანიდან გადმოსტყორცნულმა ნივთიერებამ მთავარ გამზირზე სუნთქვა შეუძლებელი გახადა. ფაქტიურად მე ვერაფერს ვერ უკავშირებ გარდა იმისა, რაც 2 დეკემბერს, აი 2 დეკემბერი მახსენდება როგორც ჯოჯოხეთი. იმ ღამეს არ ვიცით ვეჭვობთ ჩვენ აქტივისტები, ვინც იქ ვიდექით, რომ რაღაც იყო გამოყენებული. ჩავყლაპე ის ბოლი და პარი მოდიოდა ჩვენამდე, ანუ ცოტა შორს ვიდექი, იყო რაღაცა კატასტროფა. და მაშინ ვთქვით, რომ რაღაცა გაურიეს წყალში. იქვე ვინც ვიდექით, შეგვიკრა სუნთქვა, ვეღარ ვეძებდით ჰაერს. მიხანაშვილი 2 დეკემბრის შემდეგ საპროტესტო აქციაზე აღარ გასულა, რადგან იმ დღის შემდეგ მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. მდგომარეობა ნელ-ნელა დამძიმდა, რაც საბოლოოდ მთავარი არტერიის დათრომბვით დასრულდა. დადგინდა, რომ იყო მთავარი სისხლძარღვი თრომბირებული და დამჭირდა ერთი სტენდი. მე ექიმა ისიც მითხრა, რომ 99% აი ამ დიაგნოზით გარდაცვლილია. რაც მე მჭირდა, იმიტომ რომ ეს იყო სრული პარალიზება წინაგულის და ფაქტიურად მე ექიმა მომისწრო და ღმერთმა გადამარჩინა. აი აგერ მქონდა ტრომფი მუხლის საკეთში 9 სანტიმეტრიანი. აქციების დროს მოქალაქეები, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ დაშავდნენ, გულ სისხლძარღვთა პრობლემებს უჩივიან. ისინი BBC-ს გამოძიების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ წყალთან ერთად გამოყენებული ქიმიური ნივთიერება დაავადების მაპროვოცირებელი იყო. მათ შორის არის ვახო გაგნიძე. ყვება, რომ აქციებზე მოწამვლიდან რამდენიმე თვეში ოპერაცია დასჭირდა. ეხლაც არის პატარა თრომბები ფეხში, მაგრამ არ ვიცი ხლეს კონკრეტულად საათ და როგორ არ ვიცი. თვის ბოლოს გავიგებ მეცოდნება. 26 დეკემბერს მივდივარ ჰემატოლოგთან. და იმის მიხედვით გაიგებს ექიმი რა, როგორი მკურნალობა დამინიშნოს. ვახო იხსენებს, რომ აქციებზე დარბევების დროს წყლის ჭავლის მანქანიდან გაშვებული ქიმიური ნივთიერება სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ხალხს ზედიზედ რამდენიმე დღე უწევდა დაუდგენელი ნივთიერების შესუნთქვა.
ვილაპარაკეთ რა მეგობრებმა, რომ ეს სხვა რაღაცა გამოიყენეთ, ზოგი იზახს რომ მოგწამლეს, მოიხელ თავიდან რომ იმასში რო ხარ და ქვია, ექსტრემში რო ხარ, ხე მაღაზია ნაკლებად ფიქრობ რა. და აშკარად, ანუ თქვათ რომ უძლებდი ჭყლის ჭაურთან სიტყვაზე 9 საათი, 5 წუთიც ვერ გავჩერდი. ფიქრობ რომ მაგანა გამოიწვია ფეხის ტრომბის ჩატრომბვა ფეხში. პირდაპირ თრომბს არ იწვევს ეგ ქიმიკატები, მაგრამ ანუ იმას აზიანებს, რა ქვია. სისხლძარღვების კედლებს მაგალითად აზიანებს. სახში მივედი და მეგონა რომ ეძინა, მაგრამ დახვდა გარდაცვლილი. შარშანდელი დარბევების დროს, როდესაც წყალთან ერთად ქიმიურ ნივთიერებას იყენებდნენ, პროტესტის ეპიცენტრში იდგა სამოქალაქო აქტივისტი და გარემოს დამცველი, 32 წლის მაიკო მაჭარაშვილი. ანენო სამუშია მისი უახლოესი მეგობარია, რომელმაც ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 5 აპრილს ნახა. გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა. სულ ერთად დავდიოდით, ყველა დარბევაში ერთად მომყევით, ყველა ის გაზი რო გვეგონა, მანამდე უბრალოდ გაზი რო გვეგონა, ყველაფერი ერთად ვისუნთქეთ და ეს ამბავი რო გავიგეთ, მეც და ოჯახსაც პირველი ეგ გაგვახსენდა და ეგ კითხვები გაგვიჩნდა, რომ ხო არ იყო რამე ისეთი, რამაც გამოიწვია გაუმძაფრა თირკმელების პრობლემები, რაც ქონდა ისედაც სისხლძარღვებზე რამდენად მოქმედებდა, რაც ვისუნთქეთ და რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა მე ფატალურ შედეგამდე, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, ამას ვეღარ გავიგებთ ვერასდროს, უბრალოდ ესეჭვის უგვექნება ანევრიზმა. ოფიციალური მიზეზი არის ეს. თუმცა საქმეს რატომღაც არ ხურავენ, პროკურორი არის მედიაცია მოა მე მგონი, თუ კიდე არ შეიცვალა ნინო თათაშვილის პროკურორი ვინც იყო და რატომღაც საქმეს არ ხურავენ და მის პირად ნივთებს არ გვიბრუნებენ. ანენო სამუშია ყვება, რომ გარდაცვლილ მაიკო მაჭარაშვილს ინტოქსიკაციის ნიშნები დარბევების დროს ადგილზევე დაიწყო. ეჭვი, რომ რაიმე უკანონო იყო მათ მიმართ გამოყენებული, პროტესტის ეპიცენტრში მყოფ აქტივისტებს მაშინ არ გასჩენიათ. ხან ერთს გვახველებდა, ხან მეორეს გვახველებდა მაიკოს დასაც ისეთი ალერგიული რეაქცია მისცა, საერთოდ არ გქონია ეჭვი, რომ შეიძლება რაღაცა ქიმიურ ნივთიერებას სუნთქავდით, ხო უბრალოდ გაზი გვეგონა. არტერიული წნევის ხშირი ცვლილებაც ის სიმპტომია, რომელიც არაერთ მომიტინგეს დარბევიდან 1 წლის თავზე აქვს. მათ შორის არის უკრაინაში ბრძოლის ხაზიდან დაბრუნებული ბესარიონ ბენდელიანიც, რომელსაც 2 დეკემბერს საღამოს 11 საათზე წყლის ჭავლი და მიზნებით შეასხეს. ძირს დავეცი, შემდეგ გონებაზე მოვედი, როცა უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მხედველობას და ყურიდან რაღაც სითხე რაც მოდიოდა, იმას მწნედნენ. იმის შემდეგ დაიწყო პირადად ჩემთვის სისტემატიურად თვალების წვა, მხედველობის გაუარესება, სისხლდენა ცხვირიდან, მაღალი წნევის საიდან წარმომადგენელი იყო, იმიტომ რომ წნევა გახდა ცვალებადი. კივილი ყურის. ბატონ ბესარიონს ექიმი მეუღლე ყავს. სამედიცინო კონტროლზე ის დაშავების დღიდან აიყვანეს. პირველივე მისვლაზე ექიმებთან იყო კითხვები, რაც შეიძლება დამეკავშირებინა ასეთი გაუარესება მხედველობის. ერთ-ერთი რასაც ვამოდი, რომ წყლის ჭავლი მოხდა, დავსველდი, ვიგზენი თვალების წვა, ალბათ 40 წუთი შეიძლება მეტი მხედველობა დაკარგული მქონდა. კითხვის ნიშანი იმაზე, რომ შეიძლება ეს ქიმიური ნივთიერებებით ყოფილიყო გაჯერებული წყალი, რომელთაც დაგვასველეს და სრემლი გვადინეს და ასე შემდეგ. ამ კითხვაზე, ექიმის მხრიდან დასმულ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია, სამწუხაროდ მე არ მქონდა. აქციის მონაწილეს 19 წლის ქეთოს მძიმე თავის ტკივილები დაიწყო, რომელიც 4 თვის განმავლობაში გაუგრძელდა. არტერიული წნევის რადიკალური ცვლილებაც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მეორე დილად ენდება აქციაზე წავედით ოღონდ სხვა ლოკაციაზე, არა პარლამენტის წინ, ანუ არანაირი ქიმიური სუნი და რაღაც არ დგას, მაგრამ ჩემი თავი იწყებს ტკივილს და ეს თავის ტკივილი და ყურში წვილი გრძელდება დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში. შემდეგ უკვე იწყება წნევები, რომელიც არანაირ წამალს არ ემორჩილება. დღემდე ეგრე გრძელდება, ვცდილობ გამოკვლევებს, ხვალაც ექიმთან ვარ, ეხლაც კიდე ანალიზის პასუხებს ველოდები. ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე დარბეულ პირებს სისხლძარღვების სერიოზული დაზიანებები ამ დრომდე უვლინდებათ. შაბათის ეთერი დაუკავშირდა კიდევ ერთ პირს, ვისაც სამედიცინო ცნობით დადგინდა, რომ ანევრიზმა გაუწყვეტა.